ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს, როგორც მეგატივს წყარო უყვება ახალშობილი გუშინ ღამით მესამე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს ჩვილი ზეწარში იყო გახვეული. როგორც ცნობილია, ახალშობილი ქუთაისშია გადმოყვანილი, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 122 მუხლითაა დაწყებული, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. გარე ვაჭრობა, ანტისანიტარია, გაუსაძლისი სუნი. ქუთაისში მწვანე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ლერმონტოვის ქუჩაზე მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც მოქალაქე მეგატივს უყვება, გარე ვაჭრობის გამო ჩაკეტილია ბორდიულები, მოუწესრიგებელია პარკინგი, ადგილობრივებს ასევე აწუხებთ დასუფთავების პრობლემა. ნაგვის მანქანას გაზდის ბაზრიდან გამოტანილი ნაგვის წვენი და იღვრება გზაზე. არის გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარია. ბაზარს პარკინგი რომ აქვს, სავსეა მანქანები, ელოდებიან ადგილს, შუა გზაზე კეთდება საცობი. ბაზარმა ვინმე რომ დააყენოს და როცა არ არის ადგილი უთხრას. ამავე დროს ბაზრის მეორე ჭიშკარი, საიდანაც პარკინგზე ადიხარ, არის ქუჩა და არა პარკინგი. ბაზარმა შეგნებულად უკანონოდ გააკეთა პარკინგის შესაძლო ჭიშკარში. ვიყავით მერიაში, პასუხი აქვთ. შემდეგი გვიშვებენ დასუფთავების სამსახურში, ზაოდში, ზაოდიდან მერიაში. გარე ვაჭრობაზე პასუხი კი არ აქვთ. ჩვენი მოთხოვნაა მოწესრიგდეს გარე ვაჭრობა, გადაიჭრას პარკირებისა და ნაგვის პრობლემა, ამბობს დათო გოგაბერიშვილი მეგატივთან საუბრისას. ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი იქნება. ის ახლა მერის მოვალეობის შემსრულებელია. როგორც ცნობილია, დავით ერემეიშვილს ქუთაისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად რამდენიმე დღეში წარადგენენ. დავით ერემეიშვილს მერობის კანდიდატად დასახელებას უკვე ულოცავს პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი მართველი პარტიის ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატად დასახელდა. ბატონი დავითი გამოირჩევა ქალაქის სიყვარულით და ქუთაისზე ზრუნვით. მისი ინიციატივით არაერთი მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა და განხორციელდა ჩვენს ქალაქში. სამომავლოდ არაერთი სასიკეთო საქმე გაეკეთებინოს ჩვენი ქალაქის განვითარებისა და წინსვლისათვის წერს სოციალურ ქსელში პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე. ცნობისათვის დავით ერემეიშვილი მერის პირველი მოადგილის პოსტზე 2019 წელს დაინიშნა, 2024 წლიდან კი ის ქუთაისის მერის მოვალეობას ასრულებს. ტყე არის ხალხის, არა ერთი კაცის. ამ ლოზუნგით ვანის მერიასთან აქცია გაიმართა. კურორტ საირმეში ადგილობრივები ორ თვეზე მეტია 13,296 ჰექტარი მიწის ფართობზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, ლიცენზია უკანონოდ არის გაცემული. ამას გარდა ლიცენზიით განსაზღვრულ სამონადირეო მეურნეობის არეალში მოქცეულია ადგილობრივების, როგორც თვითონ ამბობენ, მამაპაპისეული მიწა, რომელზეც პროკურატურა მოსახლეობას თაღლითობის ბრალდებით ედავება. პირდაპირ ჯახი კოხოძესთან, თემურ კოხოძესთან, რომელს არა მომისახა. თქვენი ინიციატივით ხდება, აქ შეხვედრა რაც ხდება? ხო კოხოძის დაკვეთა არის, ხო კოხოძის წარმოადგენელია აქ. ხომ არა. მოგისმინეთ, ახლა მომისმინეთ. კი ბატონო. ხო და კოხოძიდან ვართ ადგილობრივი მოსახლეობა შეწუხებული. ის რას თქვენ თქვით ლამაზად, რომ გზები გავა იქ ვიღაცას გზამი გენს მიუყვანთ, გას მიუყვანთ, ჩვენ ეს პროგრამა. ასეულზე მეტია საირმეში ცხოვრობ ადგილობრივი მოსახლეობა. დაახლოებით 20 ოჯახია, როგორც კოხოძზე მოხს 6-7 ადამიანი, დაახლოებით 20 ოჯახია. კურორტ საირმეში. თუ გაგიგიათ მესხიები, ფიფიები, თუ გაგიგიათ. მესხიები და ფიფიები, შეგლენები ვარ, ბეჭუბავრია ვარ. ხო და ჩვენი წინაპრების აღმოჩენილია კურორტი საირმე, შავეწყლები. ვალიკო მესხია შვილიშვილი. შავეწყლები, ჩვენი აღმოჩენილია ჩვენი წინაპრების. მანამ ცხოვრობით იქ, სანამ საერთოდ. არა, მოდი, ხომ მოგისმენთ ახლა მე? კი ბატონო, იქამდე მივალო, მაგრამ გააგზელებ. კი ბატონო. მანამ ცხოვრობით, სანამ კურორტის დაარსდებოდა, სანამ გზა ბაღდათიდან შეუძლია უხუცესად იყო გზა გადასასვლელი. თავიდან, სანამ ზაგაკეთებოდა, სანამ კოხოზე გამოიჩეკებოდა და მოუგდოდა 15 წელს უკან ჩვენთან და აგვიწიოყებდა სიცოცხლეს და ცხოვრებას აგვიფორიაქებდა, მიწებს აგვიყადაღებდა, გვიჩივლებდა. ერთი საჩივარი ადგილობრივი მოსახლეობიდან კოხოძის მიმართულებით ერთ საჩივარს მსოფლიოში ვერ მოიპოვებს ვერავინ. მისი საჩივარი ძალიან ბევრი მიდევს სახში და ყოველივე ჩვენთაგანს. ერთი ადამიანი არ არის კურორტში მეზობელი, ვისაც ნაჩივლები არ აქვს. უბრალოდ, აი მე არ მომწონს შენი ფასადი. ისე სიტყვაზე ვაღობ ხა ხო და ხუთი რატო გახურიაო ეს ფრაზე გიჩვენე. აი მაგას ამბობს აი თქვენ რაც მოყევით ხა
კოხოზის დიალოგი და გავღიზიანდი, რატო? იგივეს გვეუბნება, აი თქვენთვისო, მე არაფერიო, თქვენთვისო, გზაო, გაზიო, დენიო, ფუფუნებაშიო და ამავსობაში გვეუბნება ერთს, გვიზღუდავს, გზას გვიკეთებს. საირმიდან ძელგორზე ვეღარ მოხდები. არის უზარმაზარი ჭიშკარი, იქ პრივატიზაცია გაუკეთა შესასვლელს და ჩემი ტერიტორიაო. თუ კი ყიდულობ გზას და შესასვლელს ალტერნატიული გაუკეთე ადგილობრივი ხო 7-8 წელია მე იქ ვერ ხვდები, ვაზამთრებდი იქ საფონეს ძელგორზე, კერძოდ. იქ შევდენ ტყის და ალპური შუალედში ვაზამთრებდი, სანამ ბიჭული არ შემაწუხებდა. 7-8 წელია ვერ შევდივარ. ინა ეს სისულელეს ამბობს. გზა არის ავარიულიო, მე ისედაც დავდივარ. შემიძლია ხა არის გასავლელი, გამოსავლელი დავდივარ. გზა არის ავარიულიო და უსაფრთხოების მიზნით ჩავკეთებ სახელმწიფო ტყე, რომელიც თუ კი ავარიულია, უნდა ამაზე უნდა სვოდოს სახელმწიფო, არა კერძო პიროვნება, მაგრამ მას აქვს მოკავებული, მისაკუთრებული. ჩემი სახლის მიმავალი გზა ბაბუაჩემი 1925 წლიდან ცხოვრობს და გზაზე დამიყენა გასართობი ცენტრი რაღაცა ზიპლანი ცხენით ვეღარ გავდივარ. იქ დავდივარ როდო ფეხით, და კიბე დააყენა და კიბეზე ცხენი ვერ დააქვს, გამოიწვია. ხო, და ყველანაირ შემზღუდა ადგილობრივები გვიჩივის სასამართლოში გვარდენიებს და აი ველოსიპედი რო გადის და ჯოხს რო აგრიშკაში რო ჩაუდებ ისი აკეთებს ხო და არ გუჯერა ჩვენ ადამიანის და ეს დღევანდელი დღე რაც ხდება 10 შეხვედრა არ თუ რაც არის ხო ეს არის ყველაფერი კოხოდის ინიციირებული და მისი დაკვეთილი და ვაპროტესტებდი მის ქმედებას და აქ შეიძლება კეთილსინდისფერი ხალხის იყოს ჩართული მაგრამ არ იცოდეს ის რაც ხდება და უნდა გავაგებიოთ მათ შორის თქვენ შეიძლება სექტორად არ წიღებდეს რაც ხდება სადაც უნდა მიიღო ადგილობრივ მოსახლეობას ისა რა ქვია მონაწილეობა და დააკითხებოდნენ ამ ხალხს რომ ამ რაღაცას ვაკეთებ და ერთი მაშინ აღარ ახსოვს რომელი აბა იმ ხაღაზე მაჩვენე რომელი ადგილობრივ მოსახლეს ხელმოწერა არის მათი რაც ყოფილი თავი და იმას იდეა თქვა ჩემი შენც მოგესმენია იგივე შემამდეზე ახლა ვანერდი ვარ თქვენ ყოფილი ვანერდი და მოსულს აი იდეა აი შეიძლება მე წინააღმდეგ იმარა პირველ რიგში მაგრამ ადგილობრივი არ უნდა მეიწვიო მაგრამ როცა კონკრეტიკაზე მიდგება საქმე და დეტალებზე მიდგება საქმე ვინ როგორ მიიღებს აქედან თქვათ კეთილდღეობა ამ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო წინააღმდეგობა. ეს დეტალები არის მოსაგვარებელი, არის ჩვენ უკვე დაზარალებული ხალხი ჩვენ არ უკვე მაგისტრის იცი რა უნდა გააკეთოს. მე მაგი მიმდინარეობს მე ხო თქვენ ხარეზე ვიყავდი კაცო მაშინაც გითხარით, სწორად გითხარით. არა, გასაგებია მე ახლა როგორც თქვენ გიხართ ისე ვიყავ მეც რაღაცეები ხო მაგრამ მე იდეას ვიპრობი რა თქმა უნდა, მაგრამ ის დეტალები რაც არის მოსაქმე არავინ არ უნდა დაზავეროს. ერთ რაღაცას გეტყვი მე ვარ აფხაზეთი მე ვარ ამ ოჯახის მესხების სიცი ბავშვობაში რუსებმა და აფხაზებმა გამომაგდეს ჩემი სახლიდან ეხლა აგერ ჩემს მიწაზე ქართველი მაგდებს ისევ ჩემი სახლიდან ეს ვერ გამომაგდეს ეხლა სატყეო რო უჩივის ადგილობრივებს ისტორიის კონტექსტი არაფერი არ არის ყველა ასე პასუხობს მაინც ვერ წაგარწმევენ მაინც ვერ წაგარწმევენ პასუხი ეს რა ყველაფერი გვაქვს რეგულირებული გვაქვს დოკუმენტალურად რო თქვენ ჭირმა გაკეთებული და სასამართლოში რო გვარბენინებენ და გააყალბეთო და ჩემი სიმამრი ზურაბთოლობდა რო შეიწირეს სასამართლოში სიარული დიდი ბოდიში თქვენთან ვსაუბრობ ჩემი სიმამრი ზურაბთოლობდა უპატიოსნესი ადამიანი რო შეიწირეს სასამართლოში სიარული და სასაფლაოში როდებს ეხლა ეს კაციებული ეს კაცი იმიტომ ვარ ჩვენ ასე აღელვებული თქვენ ახლა რო გამოხედით დოკუმენტალურად გქონდეთ თუ გაფორმებული ჩვენ რამოდენიმე წლის მერე მოგვადგნენ და უკვე გვედავებია აი ეს არის პრობლემა ანუ ეხლა ჩვენ რო დოკუმენტურად მოვაწესრიგეთ აი ესეთი რატო და დოკუმენტურად როცა არ აქვს ხო ლუბოჟოს მოვიდა იჯარი განთან შენ ადგენდა დოკუმენტურად რო მოვაგვარეთ აი ამაზე გასწავლები რომ ვეღარაბდით ესე ხო არ ვიჟერით ცხოვრობდიო დოკუმენტის გარეშეო და კიდე იცხოვრებ 100 წელი მაგრამ არ გინდა დოკუმენტიო როგორ არ მინდა რა შენ გინდა ამ ხელა 13000 ჰექტარი მიწა დაიკანონოდა დოკუმენტით გააფორმოდა შენ საკუთრებაში და ჩვენ 700 კვადრატი არ გვინდა რაცო
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. 29-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რეგიონებში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე. მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. საფრთხის დონე არის საშუალო, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. 2022 წლის 29 ივლისს გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი 2 პირი სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტფრენის ბორტზე მყოფი 8 პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი იმყოფებოდა. დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ჩატარდა გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი. 3 წელი გავიდა 2022 წელს 29 ივლისს მომხდარი ტრაგედიიდან. გუდაურში ვერტფრენის კატასტროფის დროს გარდაიცვალა 8 ადამიანი, მათ შორის 2 მეხანძრე მაშველი. დღეს კიდევ ერთხელ ამოვედით, რომ პატივი მივაგოთ გარდაცვლილ 8 ადამიანს. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი კოლეგები, მფრინავები, მაშველები და სასწრაფო ექიმები. ისინი იყვნენ ჩვენთვის გმირები და მისაბაძე ადამიანები. დღეს ამოვედით გუდაურში მათ მემორიალზე და პატივი ვეცით მათ ხსოვნას. მინდა კიდევ ერთხელ ღმამწუხარება გამოვხატო გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის გამო. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები, ჩვენი ექიმები, მაშველები, მფრინავები, ეკიპაჟის წევრები. ისინი ემსახურებოდნენ ყველაზე დიდ მიზანს, რაც არის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოტყუებით დაირეგისტრირეს ჯამში 496,000 ლარის ღირებულების 8,041 მეტრ კვადრატი ფართობის 3 მიწის ნაკვეთი. გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული მიწის ნაკვეთები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სისხლისამართლებრივი დევნა 3 პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 496,000 ლარის ღირებულების 8,041 კვადრატული მეტრი ფართობის 3 მიწის ნაკვეთი. გამოძიების პროცესში დაყადაღებული იქნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული მიწის ნაკვეთები. მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362 და 180 მუხლებით, რაც სასჯელის სახე და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.